გამარჯობა მეგობრებო. ძალიან დიდი ხანი გავიდა, აღარ გამოვჩენი ვარ. არა უშავს, ხდება ხოლმე. მაგრამ დღეს ძალიან საინტერესო ვაიკითვართ. მარტო არ ვარ თან. მოკლედ, ეს არის პატარა 100 cc-იანი მოტოციკლეტი, dirt bike, რომელიც პატარა ბავშვებისთვის და დამწყებებისთვის ძალიან კარგი იქნება. ვილისაც მშვენივრად ისწავლით. აქვს 6.7 ცხენის ძალა. ბრუნვის მომენტი არ ვიცი რამდენი აქვს, მაგრამ საკმაოდ ისეთი შესაძლებლობის მქონე დანადგარი არის. ეხლა ვეცდები რომ შევაფასოთ და გავერთოთ ამ დანადგარით და ნახოთ რა შეუძლია, რა შეუძლია, რისთვის არის კარგი და როგორ არის კარგი. თუ ვერ ვნახავთ მაგას, უბრალოდ მაინც გავერთობით. ეხლა წავედით, მაგრამ სანამ წავალთ, ანდრია, შენ ეხლა მითხარი, რამდენი ხანია ზიხარ მოტოციკლეტზე? დაახლოებით 1 თვე გავიდა უკვე. და რამდენად გაგიმარტივდა მაგის ტარება ეხლა? თავიდან ცოტა მიჭირდა. ძალიან არა, მაგრამ რო დავჯექი მეშინოდა თან, რომ მძიმე რო იყოს მეთქი, ის რო ვერ დავიჭირო მეთქი რა. ხო. ვერც უხვევდი კარგად თავიდან, ძლივს მოუხვია პირველად. მერე ცოტა რო დავამოღამე, უკვე გაჟობა დავიწყდა. მერე რა ჩოლობთ რა. შვენიერ. ეხლა ვნახავთ რა შეგვიძლია მე და შენ. შენი შესაძლებლობები ვიცით. წავედი, ბატონო გიორგი. მეც მოგესალმებით მოყურებლებო, აქამდე არ მქონდა მიკროფონი და მეც მოგიყვებით 1-2 სიტყვით ჩემ გამოცდილებას ამ პატარა მოტოციკლეტზე. მნიშვნელოვანი რაღაცეები გავიარე. მომიწია
ორი ექსპერტიზის ჩატარება ჩამოყვანის დროს, ერთი ბათუმში რო შემოვიდა და ერთი აქ რო გამბაჟების დროს ჩამოვიდა დაშლილი, როგორც საერთოდ არის ხოლმე ახალი მოტოციკლეტები, ცხვირი არ ქონდა, ინსტრუქცია ქონდა, მაგრამ არა, ისეთი ინსტრუქცია არ ქონდა დეტალური, ასე რომ ჩემი გამოცდილებით მომიწია. აი აქ რო გავტესტო ესე. всё. შეგვიძლია აი ესე ჩასვლა და ფეხით მარცხნივ დახრილი, ძალიან ნელ-ნელა გადავალ. მარჯვნივ არ უნდა გადაიწიო. შეძლებ ანდრია? უნდა გადმოხვიდე, აბა რა უნდა ქნა? ჩადი დაბლა, ჩემნაირად. ჩადი დაბლა. იქით იყავი გადახრილი. მიდი ძალიან წყნარად. всё, ნახე რა კარგად გადახვედი. შენ კაი საბურავი გაქვს, ბიჭო. პირდაპირაც გადააჭრიდი. შენც არ გაქვს ცუდი საბურავი. ეცადე ძალიან მაღლა არ ახვიდე იქით. რაც უფრო შუაში გაივლი, უკეთესია მე მან. ძირში. ეგ არის, მარტივ. ხო და გადავიარეთ დაბრკოლება, გავაგრძელებ საუბარს. ჩამოვიდა ავაწყე ცხვირი, დაიქოქა ეგრევე უპრობლემოდ. ზეთი ესხა, ჩვეულებრივად ჩავასხი ბენზინი, დაიქოქა და იმის მერე ვაფშე უპრობლემოდ მუშაობს, 0 პრობლემა ქონდა რა. გამიკვირდა საკმაოდ, ჩინური წარმოებაა და მაგიტო გამიკვირდა. მაგრამ კი ბატონო, Mototec X1 არის ეს. X-ები არის, სხვადასხვა ზომები, X2, X3, X4, X5 და ეს არის სუ პირველი რა. დამწყები არის ეს. და კიდე ალბათ მნიშვნელოვანი ფასი შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ Amazon-ზე. Amazon-იდან გამოვწერეთ ეს მოტოციკლეტი. $900 ღირდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად ეკიპირებაც უნდა გაითვალისწინოთ. აბა მიდი ანდრექს, კარგი გზა არჩიე, ყოჩა. კარგია. მიდი, დავედი.
Ach, წინაზე მე მაგრად ვიდრიფტა. Ai, მიდი სკრემბლერ. მოდი ნელა, ოპა, ოჩახ. სახო. მიდი, კაია. ეგ არის. აჰა. ეხლა ნახე. ერთი კაი მთის წვერი არის მანდ, აი შენ საითაც ხარ, მარჯვნივ რო წავიდეთ რა. ჩვენ ხო მარცხნივ ვიყავით თვის წვერზე. ხო. და წამო მაქეთაც გავიხედოთ რა მაგ მთის წვერიდან. წამო. კაი ასასვლელი ჩანს. სათხარ. მოგეხმარო? წავიდა. ფეხში მომხვდა. ამიტომ უნდა გეცვეთ მაღალყელიანი ბოტი და არა ესეთი. აჰა, თორე გიჟივით დაღმართი არც არის. უნდა გაიწიო სადმე რა გავჩერდი მე. და ის იმაზე ის არის. წყნარი ჩასასვლელია ვიდრე საიდანაც მოვედით. ანდრია, მოდი. ნელა, ხო. სტეხი კამერები ჩართული როა. აქ რო ესე წყნარად და ძალიან დიდი ქვები არის, მეტი ისეთი არაფერი რა. არის სიმხელა ჩემი აზრით. და იქითაც ოპა კადრი. ჩემი აზრით კარგად ჩავალთ. დაუმიზნა. ხო. არც ურავს. უბრალოდ ქვებია დიდი და უნდა დაუმიზნო სად გაიარა. ჩავაქრობ და ხო, რა ჩააქრობ, სეპლენიაზეც ტორმოზი გაქვს ჩათვალე რა, პირველში რო გაქვს. სეპლენიას რამდენზეც აუშვებ, თავიდან იხოხებ. დიდი ქვებია. ვცდილობ, რომ სადმე თუ გადამეხარა, ფეხის დასადები ორივეზე სწორად გქონდეს. გვერდულად არ ვიყო ჰაერში. მოკლედ, ამ გზებისთვის არ უნდა იყო პრო, ან არ უნდა გეცოდებოდეს და ან და ვაფშე ორივე უნდა იყო. ამ მოტოციკლეტით აჰა, წყნარად დადიხარდა. საიდან გადმოვიდე? მარცხნივ გავედი მე. აჰა. შემოვიარეთ პატარა კლდე. წახვალ თუ წავიდე? ესა კი ქვემოთ ჩასასვლელი აღარ არის თუ რა შვებით? არა, იქით არის, ბევრეთისკენ მივდივართ ახლა. ეს და უკვე ვიცი, მე და ანდრია აქ ნამყოფები ვართ. კი.
თუნაში გავიდა. აი იქიდან დავბრუნდით, გახსოვს? იმიდან დავბრუნდით. ეხა გახსოვს ეს ადგილი, აქ იქნება ეხა დიდი განიერი გზა და მარჯვენა მხარეს ჩალაგებული ისინი სახლები. აქ ვიკატავეთ მე და შენობა. მერე უკან დავბრუნდით იქ და იქ თხრილი იყო პროსტა. ჩემი აზრით მანდაც გადავა მე, მაგრამ უპრობლემოდ არ იყო ეხა არაფერი თხრილს. აუ რა მაგარია იცი ბუქსაობა. ესე არხეინად მიუკატაობთ მე თებში და პატარა ლამბაკი. დავაი 40-ით ნახე. შვენივრად მიდის 40-ით. არა, სუწინ უნდა ვიაროთ. ესე თუ ვიარეთ, მაგრეჩქა რა მივავთ. ჯიგარი ძაღლა იყო. ხო. აბა ეს ნახოთ. ესენი ანდრე ჩამომრჩი, მარცხნივ გადმოდი. გამომყევი. კაია. მიაჩუმა ბიჭო, ეგრევე. კაი ნივთია ძალიან ეს. ის ჩაურთე? ხო. ვერ დაინახე თავიდან, მაგრამ აგრესიულად წამოვიდნენ. ის ორი ცალი. ხო, თეთრი და შავი. ხო, და როგორც კი აი ეს რომ მიუშვირე, ეგრევე ცოტა დაზადნა რა. აი მეგობრებო, იყიდეთ. რაღაცა ჰერცებზე უშვებს ისეთ ხმას, რომელიც ჩვენ არ გვესმის ადამიანებს და ზაღლებს კიდე ძალიან აწუხებს. ინგლისურად ქვია dog repelleri. ხო, dog repelleri. და უნდა მიუშვირო და დააჭირო და არ მოწონს ზაღლებს, ძალიან არ მოწონთ და აგრესიული გამოვარდნილი ზაღლი უკან ბრუნდება ყუდამოძოვებული რა. ხო და კარგია ესეთი ადგილებისთვის, ან ველოსიპედით თუ ხართ. ველოსიპედისტებს და სკუტერებზე უფრო გჭირდებათ სავარაუდოდ. კი. იმიტომ რომ ვერ გაასწრებ რა და ხანდახან არის რომ მოტოციკლიდაც ვერ ასწრებ აი ამ გზაზე ხა. სადღაც დაგაზო ისე რა და თან ბავშვი რო ყავს საგერ გვერდზე. ხო. უნდა რაღაცნაირად მოიშორო. ამიტომ თან იქონიეთ, არც ქვისროლა უნდა, არაფერი არ უნდა. ცოდოები არიან ისინიც. პროსტა მიუშვერ და წავლენ რა. მე რა ვიცი ვინმე ვისაც ყავთ ესეთი უგზოობის მოტოციკლეტები. მომწერეთ სადმე რაღაცა და გამოდით თქვენც ერთად გავიკატავოთ რაღაცა უქნათ კაცო. ძალიან კაი იდეაა მე მან, ძალიან კაი იდეაა. სასწაულად ჩადინახენ მან თუ არის გზა. აი აქ ჩავალთ კი მე მან. ასე თუ ისე გამოცდილი ტიპები რო არიან შენ გვერდზე უფრო გაბედულად იზაავ. არც კი გავსულვართ თბილისიდან ისე. აი აქვე შეიძლება ესეთი პატარა თავგადასავლები მოიწყო რა. აჰა. ეხა არავის რო გქონოდა ადამიანს რაღაცა, იქვე ისე დარჩები და ისე გაათენებ ღამეს, როგორც არაფერი გაერთობი. ბუნებაში ხარ. სუფთა ჰაერია, რაც არ უნდა იყოს. ანდრია მარცხნივ გადადი. რა ქნა რამსაწყლებმაც არიციან და რამდენიმე დაზადნა, ის ერთი იმ ერთმა ვერ გაიგო ეთყობა და აი ნახე ის ერთი მთელი იყო. ეხლა ნახე არ გავცდეთ. დავხედო რუკას. ხო და აი აქ გავჩერდეთ შიქშუაში. აბა თუ გაგახსენდება ეს ადგილი. კეტავ ხოლმე? მაგას. აბარა. ძალიან ასწორებს ხალხო. ოპა! არა!
აძვერი ხო? იმ რაღაცას არ გადავული, მეთქი რაღაც არ იყოს თქვა და ტალახში იმენა. ოპა, მაგას მოგსაუბრ. ოპა, მაგას მოგსაუბრ. ვიდია, ზევიტია რეალე. უნდა ანდრიას რომ არ გაიაროს აჭკარად. მაგას წამიღო ორჯერ. როარ წავიქეცი კიდე საღო. საიდან მიძროები მე? ჩემ ავალ. ავიდა. აი ესეც ჩვენი მოტოტეკ. მაგარია, ჩემსაზე უკეთესად დადის წონა რა, სადაც გინდა მიდი. 38 კილო. ო, 38 კილოა. დააგდე, რაც გინდა ის უქენი რა. ესეც დავითრო მეც. ცოტა განიერს კამს დავაყენებ, რომ ტრუსიკივით არ მქონდეს. არის დიდი ვერსიებიც არის. არის X4 და X5 არის, მე მგონი 400-იანი. რა, უკვე ხო, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს არ არის ადამიანი. მე ვაპირებ, რომ გამოწერო X3 ჩემი ცოლისთვის, ვფიქრობ. კაი არის გოგოებისთვის იმენა იდეალური ზომა არის, საშუალო ენდუროა. ალბათ მაგას დავითრევთ და ანდრია ალბათ ცოტა ხანში გადავა X2-ზე. სავარაუდოდ რა. ეს ალბათ მომავალი წლისთვის უკვე ან შემდეგი წლისთვის დაუპატარავდება. X2 არის ცოტა მოზრდილი ბორბლები აქვს, იგივე ძრავი აქვს, მექანიკაა X2. ეს ვარიატორია. ხო, ეს ვარიატორი არის ეს ხო და კარგი რა არის. აქ რაც ვეძებეთ, ყველა არის კაიოს მოტოციკლეტები არის ესეთი ზომის, ოღონდ ყველას აქვს Kickstarter-ი და არა აქვს ავტომატური სტარტერი რა, ჩვეულებრივი კნოპკაზე, ღილაკზე და ბავშვისთვის მაინც სუდი არის იმ კუთხით, რომ ჩაგიქროს უნდა ქოქოს და ძლივს ქოქავთ ხოლმე ჩვენ დიდები და ბავშვი ვერ დაქოქავს რა. ანდრია იმას ვერ დაკ მე ვცადე. მისული ვიყავი მაღაზიაში ვცადე და აი სიმძიმე უნდა რა, ბავშვის სიმძიმე არ ყოფნის იმას, რომ დაქოქო. ანუ ნიშნავს, რომ ესე რომ გაჩერდება, ყოველ ჯერზე შენც უნდა გააჩერო, გადმოხვიდე, დაუქოქო, ისევ დაჯდე, წახვიდე. შეიძლება ისევ ჩაუქრეს, მერე კიდე უნდა გადმოხვიდე, გააჩერო და მთელი ტანჯვაა რა Kickstarter-ი რა. ამიტომ აუცილებელია ელექტრონული სტარტერი. ხო და იმათ არა აქვთ და ამიტომ ვიწვალეთ და ჩამოვიტანეთ მაინც აქამდე. ხო, ფეხით უნდა დაახტე მაგრამ. ეხლა ვისვენებთ ცოტა ხანი, გადავალთ, ჩავასხავთ ბენზინს და უკან დავბრუნდებით ისევ ამ გზაზე და ამ გზით წავალთ ისევ იქ სახლისკენ, საიდანაც მოვედით რა. აი ეს მთები გადავიარეთ ეხლა. აქ რაც არის, უკნიდან მოვუარეთ და ისე წამოვედით. მართალი რო გითხრათ, დაღმართის გარდა საერთოდ არც არაფერზე არ იგრძნობა ამ მოტოციკლეტის წონა უგზოობაზე რა. აი დაღმართზე უბრალოდ მიაქვს მერე ტრაკი რა ძალიან და დაიჭერ მაგასაც პროსტა ფრთხილად და ნელა უნდა ქნა რა. ეგ არის რომ ეს გიჟივით ვერ შევარდები. თორე დანარჩენი რა ვიცი ცხოველია. ძალიან კარგად მუშაობს traction-ი off-road mode-ზე ჩართული როცა არის traction-ს იმაშვება რა ქვია. გიმცირებს რომ ბუქსაობა შეგეძლოს, ABS-ს გითიშავს საერთოდ. და ძალიან კარგია რა. მეორე მოდელს off-road Pro აქვს, რომელიც traction-ს საერთოდ გითიშავს. და ის საიცარიელი მონსტრი ხდება 1200 კუბი ეგრევე ყველაფრის გარეშე ესეთ ნიადაგზე ეს არის რა. რთული დასაჭერია ნამდვილად. 220 რაღაც 7 თუ 30-მდე კილო არის რა. ცოტა ბენზინი ჩავასხი ისე წამოვედი სპეციალურად რომ არ მომემატებინა წონა კიდე ბაიკისთვის. აქ დროებით დაგემშვიდობებით ეხლა და შემდეგი ლოკაციიდან ან ჩაგერთვებით ან
ეგ იქნება და ეგ იქნება რა, მოკლედ დროებით